ქართველ ხელმწიფეთა და ბატონიშვილთა უნიკალური პორტრეტები, ბაგრატიონთა საგვარეულო გერბი, საბრძოლო იარაღი, პერსონალური ჭურჭელი, მონოგრაფიებიც და სხვა ექსპონატები. მათი ნაწილი მრავალი წერია არ გამოფენილა. ექსპონატებს შორისაა საქართველოს სამეფო გვარის წარმომადგენელთა უნიკალური იარაღები. გამოფენაზე დამთვალიერებელი იხილავს უცნობი ავტორის მიერ მე-19 საუკუნეში შესრულებულ თამარ მეფის პორტრეტს ანანურის კომპლექსის ფონზე, ერეკლე მეორის ყმაწვილობის სტილოსა და თეკლე ბატონიშვილის უნიკალურ პორტრეტს, ასევე სხვა არაერთ ნიმუშს. ერთ-ერთი საუკეთესო ექსპოზიციაა, რომელიც ბოლო წლებში მეც მინახავს და ბედნიერი ვარ, რომ ამაში ვიყავით ჩართულები. მე ვფიქრობ, რომ გიორგი კალანდია მოახერხებს თავის გუნდთან ერთად და წაიღებენ როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში და რეგიონებში ამ გამოფენას და აუცილებლად ვეცდებით, რომ საერთაშორისო საზოგადოებამაც ნახოს ჩვენი გამოფენები. გამორჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ აქ არის წარმოდგენილი არა მარტო ბაგრატიონთა პორტრეტები, არამედ მათი პირადი ნივთები და მათი სამოსიც კი. აქ მოსული დამთვალიერებელი ნახავს საქართველოს ისტორიას თამარ მეფიდან ვიდრე მე-19 საუკუნემდე, ბაგრატიონთა საგვარეულოს, სამეფო საგვარეულოს ბოლო წარმომადგენლამდე. ძალიან მნიშვნელოვანი, მე ვიტყოდი, ისტორიული გამოფენა გაიხსნა, გამოფენა სახელწოდებით ბაგრატიონები, რომელიც ეძღვნება ქართველ მეფეთა დინასტიას. ფართო დაინტერესებული საზოგადოების წინაშე ჩვენ გამოვფინეთ ქვეყნის სხვადასხვა მუზეუმების ფონდებში არსებული ისტორიული რელიკვიები. საკმაოდ დიდი შრომა არის გაწეული, იმიტომ სხვადასხვა მუზეუმებიდან არის გამოთხოვილი ეს ნახატები. ბაგრატიონების სახელით დიდი მადლობა კულტურის სამინისტროს და ბატონ გიორგის. დაუწყოთ ის ახალი ამბები